მოგესალმებით ჩემო ძირფასება და ჩემო კარგება, ჩემო მშვენიერებო. ნახოთ ჩვენ დღეს რა მოხდება თქვენ წყვილში სულ მალე უახლოს მომავალში. უახლოს მომავალი ალბათ 1 თვე მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში. ვნახოთ ეხლა რა ხდება. და რო სიგნიფიკაცია როცნე, რამდენიმე კითხვას დავუსმევ. ვიმუშავებ დღეს მანარაზე და კიდევ ვნახოთ შეიძლება სხვა დასტებიც გამოვიყენო. აბა რას გვეტყვის ჩვენ მანარა? რა ენერგიებში ხართ ეხლა თქვენ ორივენი? ნახოთ ეხლა. так, ეხლა რა ხდება თქვენ შორის ესეც ნახოთ. ნახოთ როგორი განვითარება გინდა თქვენ ორივეს ამ ურთიერთობის და მე უკვე ვკითხავ რა უნდა მოხდეს ესეთი თქვენს წყვილში. და გოგოს ენერგია ვნახოთ ეხლა. გოგო არის აქ შეყვარებული, გოგო არის შეყვარებული. იცით როგორი მომენტი გაქვთ თქვენ აქ რაღაცებს ეხლა ნახეთ როგორი სიტუაცია აქ გოგოს ცოტაზე დავმალავ, რომ ძალიან ისეთი ის არის, რამე დავმალო. так, ასე დავდოთ ასე. ცოტა ჩვენ მანარას. ანუ ეხლა გოგოს პოზიცია როგორია, ესე იგი მე შეყვარებულია, ძალიან როგორ გითხრათ, პოზიცია როგორ არ მინდა დავინახო არაფერი უარყოფით. შეიძლება კი გაქვთ რამე ეჭვი რო თქვათ რაღაცას მალავს, რაღაცას არ ამჩნევს. სხვათა შორის აქ არ გამოვრიცხავ ეხლა საჯარო გაშლა, რომ შეიძლება ურთიერთობა იყოს ახალი, არ იცნობთ კარგად თქვენს პარტნიორს და შეიძლება კი გიზიდავთ თქვენ ძალიან ეს თქვენი პარტნიორი ძალიან ესეთი ვნებიანი ურთიერთობა, კი რაღაცა ფიქრობთ ხო მაგაზე და გიზიდავთ ძალიან სექსუალური ენერგია ძალიან არის აქ რა გრძნობაზე, მაგრამ ამავე დროს ნახეთ გრძნობაზე, მაგრამ აქ ესეთი არკანები არის, რომელიც ჩვენ გვაჩვენებენ იმას, რომ შეიძლება თქვენ რაღაცა ეჭვი გეპარებათ. და ამიტომ შეიძლება ეს კითხვაც დაგებადათ, იმიტომ რომ ეს ორი ესეთი კარტი ახლა აქ მე-15 არკანში ახლა მანარაში დევს ესეთი ინფორმაცია კიდე რომ ანუ რამე ისე კი მიზიდავს, მაგრამ ინფორმაცია ცოტა გაქვთ მაგ ადამიანზე გაიგეთ და ამიტომ შეიძლება თქვენ რაღაცას რამე ისეთი არ იყოს მოულოდნელი, ან შეიძლება თქვენ თვითონ იმდენად გიზიდავს ეს ადამიანი, რომ თქვენ თვითონ გიყვირთ, რომ რანაირად ღმერთო ჩემო ეს ადამიანი ასე როგორ მომაჯადოა რა და მაგრამ მაინც რაღაცა ან ეჭვი გეპარებათ, ან რაღაცა ინფორმაცია კიდე ისეთი არა გაქვთ, რომ დაუშვათ თქვენ იყო დარწმუნებული, მაგრამ მასში, მაგრამ კიდე ესეთი ვარიანტი შეიძლება ვთქვათ, დაუშვათ კი შეიძლება არის სიტუაცია, როცა არ მინდა ვთქვათ, ვიცოდე რამე, ან ვხუჭავ თვალებს რამეზე, ან დაუშვათ ეხლა გაქვთ რამე ეჭვი, მაგრამ არ გინდათ რომ ვთქვათ ამას მიაქციოთ ყურადღება, ეგეთი რამე არის კიდე აქ. კიდე აქ არის სიტუაცია, როცა ვიღაცას შეიძლება იცით როგორი მომენტი, მე ვდებ სურათებს იმისთვის, რომ მივიზიდო მაგისი ყურადღება რა. ანუ ეს ადამიანი გითვალ თვალებს, თქვენ შეიძლება იცით, თუ ახალი გაცნობილი და მოგწონთ და ეს უცდილობთ რაღაცა ესეთ სექსუალური სურათები დადოთ, რომ მაგით მიიქციოთ ყურადღება, თუ ახალი არის, ხო? პრინციპში თქვენ გინდათ ეს ურთიერთობა რომ იყოს, მაგრამ აქ ცოტა ფრთხილად იყავით, რომ ძალიან ნამეტანი აქტიურობა არ იყოს თქვენი მხრიდან. იმიტომ რომ თქვენ პრინციპში როგორ ხართ, თქვენ გინდათ ეს ურთიერთობა უკვე გადაიზარდოს და რამე უკვე ფორმა მიეცეს დაუშვათ ამას რა და ამიტომ შეიძლება თქვენ ახლა ცოტა ზეწოლაც გქონდეთ ამაზე და არ გაგექცეთ ეს ადამიანი საერთოდ რა. იმიტომ რომ თქვენ პრინციპში ახლა მართლა უკვე ესეთ ენერგიაში ხართ, თქვენ გინდათ რომ ეს ადამიანი იყოს თქვენი. ვნახოთ ეხლა ბიჭი როგორ, ბიჭი არის ნახეთ როგორ ენერგიაში,
აი ბიჭს აქ როგორი სიტუაცია შეხედეთ ეხლა თუ დაუშვათ აი აქ ვეთყოდი რომ შეიძლება ნახეთ როგორი წვილისთვის იქნება აი შეიძლება არა გაქვთ თქვენ даже აქ სექსუალური თემაც ჯერ არ გქონდათ აი იმიტომ რომ ესეთი არკანები გინდათ ძალიან მაგრამ აი თუ მანძილი არის შემიძლია გითხრათ რომ აქ ან ახალი გაცნობილი ანუ არა გაგდ ჯერ ის რა ქვია დარწმუნებული არა ხარ ჯერ მაგაში, მაგრამ მაინც გიზიდავთ, მაგრამ რა არის, იცით, ეხლა ძალიან აქ თხოვთ, აქ ვიღაცისთვის იქნება ინფორმაცია, რომ თქვენ აქ შეიძლება ეპარებათ, გებარებათ გეჭვი ამაში რა და თუ დაუშვათ ამ ადამიანს, ყოველთვის არ არის ეს ინფორმაცია, მაგრამ შეიძლება ვინმესთვის იყოს ესეთი ინფორმაცია, რომ თქვა ადამიანის ეჭვი გაქვთ, რომ ან ნარკომანი ხო არ არის, ან რამე ხო ესეთი ცხოვრობით ხო არ ცხოვრობს, თქვა ეს ადამიანი, რომ აი ძალიან ამეტანი ისეთ რამეებზე არის დამოკიდებული და ამაზეც აქ ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ თქვენ ახლა პრინციპში ნუ გაქვთ რაღაცა ეჭვი. ეხლა ამ ბიჭს ნახეთ როგორი მომენტი აქვს. ეხლა კი ზუსტად ეგეთი მომენტი და რითი დავაფარო ეს ახლა მე ეს მომენტი ასე ცოტა გავაკეთოთ. ხო. ეხლა ნახეთ, აქ ცოტა ეს ბიჭი ნახეთ როგორი ტიპი არის. ამას ძალიან იზიდავთ თქვენ იმенно სექსუალურად. გოგოებო, აქ უფრო იქნება ახალი რაღაცა სიტუაცია, ახალი ურთიერთობა, შეიძლება რომ აი იგრძნობა როგორ იცით, რომ გიზიდავთ, მინდა, მაინტერესებს უკვე გრძნობას გამიჩნდა, მაგრამ მინდა რომ თქვათ უკვე ნუ დაუშვოთ თქვენ თუ სიტყვაზე მარტო სოციალებში შეელაპარაკებთ ერთმანეთს, თქვენ გინდათ რომ ეხლა ეს რამეზე სხვა რამეზე გადაიზარდოს და შეიძლება ეუბნებით კიდევაც ამ ადამიანს რომ მოდი ან შევხვდეთ, მოდი ან რაღაცა სხვანაირად წავიყვანოთ ეს ურთიერთობა, მაგრამ აქ ბიჭი როგორ არის იცით, ამას ეხლა პრინციპში ცოტა ფრთხილად იყავით. ძალიან გთხოვთ რომ იყავით ფრთხილად, იმიტომ რომ ამ ბიჭს კი როგორც სექსუალურად ძალიან იზიდავ თქვენ მაგას, ძალიან უნდა თქვენ ფიქრობთ რომ თქვენ ძალიან მაგარი ხალი ხარ, ძალიან ესეთი საქმიანი, ძალიან თავნება შემიძლია გითხრათ, მაგას უნდა თქვენთან ურთიერთობა, მაგრამ აქ ნახეთ როგორი არკანები არის. პირველ რიგში ეს ბიჭი არ გეუბნებათ, თქვენ აქ სექსუალური თემა ჯერ არა გაქვთ, თქვენ გაიგეთ რა ხდება. აი ამ შემთხვევაში მე ვეთყოდი რომ არ არის და აი ნახეთ შეიძლება ზოგისთვის იყოს, კი, შეიძლება ზოგისთვის როგორი თემა იყოს, იცით, თქვენ აი როგორც გოგოს ყოველთვის აი ესეთი მომენტები აქვს რა, რომ აი თუ დაუშვათ ახლა გოგოები უფრო ნუ ასე არიან აწყობილნი, რომ უკვე სერიოზულში რა გადააქვთ ხოლმე რა. აი ეს ბიჭი არა ეს ამას даже ფიქრობს რომ დავასრულებ ურთიერთობას, იმიტომ თქვენ ახლა აინტერესებს როგორც სექსუალური პარტნიორი მაგას, მაგრამ აქ კიდე არის რაღაცა, კიდე ნახეთ ვიღაცისთვის ინფორმაცია მოდის, თუ დაუშვათ, თქვენ ხარ დაკავშირებული რამე ისეთი ურთიერთობით, სადაც თქვათ, ან ძალიან დიდი ხანია, შეიძლება თქვათ, ნათესავები თქვათ ხართ, ან რაღაც ნათესავები რა არის ახლა? ნუ თქვათ ახლა ვიღაცის მამიდაშვილი ხარ და ის ვიღაცის თქვათ ბიძაშვილი ხარ, არის ხო სიტყვაზე და ვიღაცა ყავთ. ან შეიძლება თქვათ ეს ურთიერთობა ადრე შეიძლება ეს ადამიანი წავიდა ურთიერთობიდან და უპასუხისმგებლოდ მოიქცა, თქვათ, ხო, არა გირჩიათ. მაგრამ აი ეს გიზიდავთ, მაგრამ ეჭვი გეპარებათ, გაიგეთ რა ხდება. ეჭვი გეპარებათ, ამ ბიჭს ახლა სერიოზულში ვერა არ შეუძლია. აქ სექსუალური თემა არ იქნება, ამას სურვილი აქვს, მაგრამ ეს ადამიანი ანუ თუ რამეს გპირდებათ, იცოდეთ რომ ის არ არის სინამდვილე, რასაც გეუბნებათ ეს ადამიანი. ეს იცოდეთ რა. ანუ რაც მე მინდა, ისე ანუ არც ხდება და თან ახლა ეს ადამიანი რაღაცებს მალავს, აქ იცოდეთ და აქაც აი ზუსტად მაგას გვაჩვენებენ, რომ რაღაცა სიტუაცია ისეთია, როცა ადამიანი შეიძლება პასუხისმგებლობას არ იღებს, გაურბის პასუხისმგებლობას, შეიძლება გამოჩნდება, გაქრება, ეგაც არ გამოვრიცხავ გოგოებო.
აქ მე შემიძლია გითხრა რომ შეიძლება ეს ადამიანი თავისუფალი არ არის და თქვენ იმიტომ გაქვთ რაღაცა ეჭვი. თქვენ კი უკვე რაღაცა გრძნობას გაგიჩნდათ და ნერვიულობთ შეიძლება მაგაზე, მაგრამ ეჭვი თუ გეპარებათ, იცოდეთ რომ აქ უფრო შემიძლია ვთქვა რომ შეიძლება ამას ყავს ну ოჯახი, ისეთი ოჯახი, რომელსაც ეს ვერ დაანგრევს. თქვენ თუ მაგას ახლა დაუშვათ ეუბნებით რომ მოდი რამე სხვა რამეზე სერიოზულში გადავიტანოთ ეს ჩვენი ურთიერთობა, ეს უფრო წავა დაშორებაზე. იმიტომ რომ თქვენ ახლა ამ წუთში ამ ადამიანს უფრო აინტერესებთ როგორც საყვარელი, ასე რომ ვთქვათ რა, საყვარლები რო ვიყოთ, სერიოზული პასუხისმგებლობის აღებას ეს ადამიანი არ აპირებს. აქ რაღაცას მალავს ეს ადამიანი და თქვენი ინტუიცია თქვენ სწორედ კარნახავს რა, რაღაცას ვეჭვობ. იმიტომ რომ მე როცა ვეუბნები მაგას რაღაცას რომ მოდი სერიოზულზე ან შევხვდეთ ან რაღაცას, ხო? ვაწვევი ეს ეგრევე რაღაცა სადღაც შეიძლება გარბის. მიხვდეთ, даже შეიძლება ну აღარც გამოჩნდება, ხო, რაღაცა გიმალავს ეს ადამიანი. ყოველ ვარიანტში გეუბნებით რომ ეს ადამიანი რაღაცას მალავს. და ეს ახლა მე მგონი იქნება რაღაც ძალიან მოკლე შეტყობინება თქვენთვის, იმიტომ რომ ну ეხლა საკმაოდ ისეთი სერიოზული თემა, მაგრამ შეიძლება ზოგისთვის, ну ვიღაცისთვის იქნება ეს მნიშვნელოვანი შეტყობინება. თუ ახალი არის, იმიტომ რომ აი თუ ძველი არის ურთიერთობა, ნახეთ შეიძლება დაუშვათ ადამიანი შემოვიდა თქვენთან, აი ინტერნეტით დაუშვათ, ხო? ან გიპოვათ თქვენ, რაღაცა შეიძლება თქვათ, წლების მერე სიტყვაზე, კი ბატონო. მაგრამ აქ რაღაცა ტაბუდევს, გაიგეთ, ტაბუ, რომ აი სექსუალურში ვერა, მინდა, კი, მაგრამ აქ სერიოზულს ვერაფერს ვერ შემოგთავაზებთ თქვენ. უბრალოდ შეიძლება რაღაცა ეს კარმული თემა იყოს რა, რომელიც თქვათ ვერ გშორდება, ვერ გივიწყებს, ხო? მაგრამ რო გადაიყვანოს ურთიერთობა რამე სერიოზულში, აქ არ გამოვა, იმიტომ რომ ეს ადამიანი აი რა მოდის ესეთი ინფორმაცია ჩემთან რომ არ არის თავისუფალი, უბრალოდ შეიძლება ესე იქცევა როგორც თავისუფალი ადამიანი, გაიგეთ? ან არ არის მზად იმისთვის რომ თქვენთან დაიწყოს ურთიერთობა სერიოზული, ну გეუბნეთ აი ეს კოშკი აი ამ შემთხვევაში არ მაძლევს ну გრძნობაზე. მე ახლა ამ შემთხვევაში ეს არკანები როდევს აქა ვერ ვეტყვი რომ მაგას ახლა უნდა ისეთი ურთიერთობა თქვენთან რომ აი თქვათ მყარე და კი აი მყარი რა დონეზე იცით თქვენი დაკარგვა არ უნდა მაგას ნამდვილად არ უნდა, მაგრამ აქ არის ისეთ ენერგიაში არის რომ რა ვიცი თან ეს ბიჭი არის ძალიან მაგარი ტრანსფორმატორი შემიძლია გითხრათ. ანუ ის აი შეიძლება თქვათ ვის ცხოვრებაში შედის არ გამიკვირდება, ну ამ შემთხვევაში თქვენ ცხოვრებაში რაღაცა ცვლილებები შედის თქვენ ცხოვრებაში ეგრევე. იმიტომ რომ ნახეთ, იმდენად ისეთი გაუხსნელია რომ იტყვი, იმდენად გაუგებარია რა უნდა მაგას, ხო, რომ თქვენ შეიძლება მართლა მიმართოთ даже თქვათ ყურუმსაც და რომ აი მაინტერესებს რა ხდება, ну ან დაუშვათ გაშლების ყურება და რაღაცა გიწევთ, იმიტომ რომ ну ზუსტად არ იცით თქვენ რა უნდა მაგას, იმდენად რაღაცნაირად აი არ არის ბოლომდე გახსნილი. ხო და აი ეს სიტუაცია ძალიან ცოტა ისეთი, რა ვიცი, რა გითხრათ, ახლა ადვილი არ არის ნამდვილად სიტუაცია რა. ადვილი არ არის, კი ბატონო, თქვენ გიზიდავთ, მაგრამ აი აქ კიდევაც, მაგრამ თქვენს პრინციპში უნდა, აქ როგორი თემა, აქ ეჭვთ, აქ მაგარი ინტუიცია, გაქვთ თქვენ რაღაცას ეჭვთ, თქვენ ხა გაქვთ როგორი ისეთი მომენტი, რომ აი თქვენი მოტყუება ძალიან ძნელია. გაიგეთ? მაგრამ შეიძლება აი ორი ვარიანტი, მოდი საჯარო არის, ხო? ორი ვარიანტი, კი, მიზიდავს, კი, მინდა, მაგრამ ვიცი რომ თქვათ, ეხლა ну ვიცი არ გამოვა არა. უბრალოდ აი შიშიც რაღაცა, ну არენდობით რა ვქნა ბოლომდე რა. და პრინციპში მართალიც არის, რომ არენდობით. აი მან არა ხო ხედავთ რა როგორ ყველაფერს იმას გვეუბნება, რომ აქ არ უნდა ამ ბიჭს არა აქ ის შეიძლება ძახები, რაც თქვენ გინდათ გადაიყვანოთ, შეიძლება, მაგრამ მეორე მხრიდან აქ თქვენც ხა თქვენ თავს აფასებთ და თუ დაუშვათ ახლა ეს ადამიანი შემოგთავაზებს რამე სერიოზულს, მაშინ კი, მაგრამ იცით თქვენ რომ რაღაცა შეია საქმე. კარგი, მაშინ მოდით ვნახოთ ახლა რა შეიძლება იყოს, ხო, თქვენს ურთიერთობა სამომავლო, თქვათ, ხო? რა შეიძლება იყოს აქ ესეთი.
კარგით, ახლა ბარე მან არას გამოვიყენე ბოლომდე ახლა. Ну, აქ ის იმიტომ რომ ისედაც ახლა გასარჩევი სიტუაცია, ახლა როცა ეგეთი სიტუაციები არის, მე არ მიყვარს მე მაგის საჯაროდ გარჩევა, იმიტომ რომ ყველას მაინც ეს სიტუაციებიც ინდივიდუალური შეიძლება დაუშვათ ადამიანს, ახლა ვერ გამოდის. თქვათ ქორწინებიდან, იმიტომ არ შეუძლია რომ თქვა სერიოზული თქვათ შეიძლება ადამიანი საერთოდ არც უნდა მაგას გამოსულა თქვათ ქორწინებიდან, უბრალოდ საყვარელს ეძებს, გაიგეთ და ინტერნეტში ნახა და მოიწონეთ თქვენ ახლა მოინდომება გადაყვანა ურთიერთობის უფრო თქვათ სხვა თემაზე და ეს ადგა და გაიქცა და თქვენ ახლა გაინტერესებთ რა ხდება ვაფშე რამე გამოჩდება არ გამოჩდება გვექნება რამე ურთიერთობა თუ რა ხდება, იმიტომ რომ არა გაქვთ სრული ინფორმაცია შეიძლება გაიგეთ მაგაზე ეჭვიბე გაქვთ ძალიან მაგრამ ინფორმაცია და ეს მალავს მართლა მალავს ამას აქ რაღაცა სიტუაცია ისეთი რომ რა იქნება ну ხო გეუბნებით აი ეს მომენტი არის ზუსტად რომ თქვენ რაღაცა შეიძლება გექნებათ ანუ დააპირებთ წასვლა შეიძლება იტყვით რომ მე მივდივარ ამ ურთიერთობიდან მაგრამ აქ როგორი თემა არის ისეთ რაღაცას გაიგებთ თქვენ მის წარსულზე ანუ ნახეთ როგორი მომენტი გაიგებთ რაღაცას თქვენ თან შეეცდებით თქვენ მაგას კითხოთ მაგრამ ის ვიტო არც გეტყვის მაგრამ თქვენ სადღაც იპოვით ინფორმაციას ნახავ და მე შეიძლება იტყვით რომ მე მივდივარ ამ ურთიერთობიდან იმიტომ რომ ну არ არის აი აქ აშკარად არის სიტუაცია როცა აი რო გითხრათ ნდობა შეიძლებაოდეს ამ პიროვნების ვერა, იმიტომ რომ მალავს რაღაცას მალავს ეს ადამიანი. გეუბნეთ თუ არ მალავს და თქვენ იცით რომ უკვე ყავს მაგას თქვათ ოჯახი და ასე შემდეგ, ну იცოდეთ რომ რაც არ უნდა გითხრეს მაგან თქვენ რომ აი მე მინდა რომ ჩვენ ვიყოთ ერთად, მე მინდა რომ ჩვენი ურთიერთობა არ დასრულდეს არაფერი კი შეიძლება მაგრამ აი აქ სექსუალური თემა არ იქნება იმის მიუხედავად რომ მაგას ძალიან უნდა. მიხვდით? აი ეს არის. კიდე შეიძლება ვიღაცისთვის ძალიან პატარა პროცენტისთვის შეიძლება აქ არის ჩარეული ოჯახი არის უარზე და თქვა დაუშვათ და თქვენს გაქვთ მაგაზე ეჭვი გაიგეთ რა ხდება იმიტომ რომ შეიძლება თქვა თქვენი წარსულის გამო სიტყვაზე ხო ადამიანს ახლა ну შეუძლია მარტო შემოგთავაზოს ურთიერთობა თქვათ სექსუალური, მაგრამ ну როგორც სექსუალური პარტნიორები, მაგრამ ну გეუბნებით აქ ახლა სამომავლო თქვენ გაიგებთ ამ საიდუმლოს უეჭველი თქვენ თვითონ. იმიტომ რომ შეიძლება მე უკვე თქვენ რო დააპირებთ, ასე თან თქვენი გაშვებაც არ უნდა მაგას არენდომება ასე რო ვთქვათ, ხო? მაგრამ ან შეიძლება თქვენ даже ულტიმატუმს ან სიმართლე მითხარი რა ხდება, ან მე წავალ. იცოდე, მითხარი, მომიყევი შენი სიტუაცია და მოგიყვება ნეტა. ну აქ როგორი სიტუაცია, აქ ძალიან ესეთი მომენტი არის, იცით რომ თქვენი დაკარგვაც, აი როგორ გითხრათ, იცით, უფრო არ ამგონია რომ გითხრათ, უფრო შეიძლება თქვა თქვენ აი აქ მიმწოლი ხარ ძალიან, გაიგეთ, თქვენ დაიწყებთ შეიძლება აი მითხარი რა ხდება, როგორ ხდება, რატო ანუ მიდიხარ, მე მოდიხარ, აი ეს სუფთა კარმული თემა რა. რაღაცა გაკვეთილებს აქ გადეხართ, უეჭველი ამ სიტუაციაში და ამიტომ აქ უფრო თქვენ აქ მაგას რაღაცა თავისი ისტორია, მაგრამ არც თქვენი და კარგის არ უნდა, მაგრამ ვერ გეუბნებათ, გაიგეთ, აი აქ ვერ ვხედავ მე რომ არა მალავს უეჭველი მალავს რაღაცას, არ გეუბნებათ ეს ადამიანი, კი იზიდავ თქვენ, მაგრამ არ გეუბნებათ. არ გეტყვის ეს ადამიანი. არ გეტყვის, არ უნდა რომ გითხრეს, ნამდვილად რა. კი ძალიან ერთმანეთს შეიძლება კიდევაც თქვა რამეებით უხდებით, რა ვიცი, რაღაცა არის მომენტები აქ რომ, მაგრამ რო გითხრათ რომ არა, აქ სერიოზულში არ გადავა ეს ურთიერთობა, ნამდვილად, იმიტომ რომ კი გინდათ თქვენ, ძალიან გინდათ, მაგრამ მაგრამ როგორი თემა არის, იცით, რომ კი გინდათ, მაგრამ ნახეთ, აქ ხალი ძალიან თავს აფასებს და მე არ დავარდები იმ დონეზე, რომ მე რაღაცა თქვათ ნაგავში ვიქექო. გაიგეთ, აქ ხალი თქვენ წახვალთ ამ ურთიერთობიდან, იმიტომ რომ ან გაიგებთ რამე ისეთ რაღაცას, რაც თქვენ
არ მოგეწონებათ და თქვენ თვითონ მოინდომთ გასვლას, ხო, რაღაცა საიდუმლოს გაეგებთ თქვენ ამ ადამიანს და აქ თქვენ იტყვით, რომ არა, ეგეთი რაღაცა არ მინდა. შეიძლება იმასაც გაეგებთ, რომ მაგას ყავს ცოლი და თქვენ ნამდვილად მეორე ხარისხოვანი არ მოგინდებათ, რომ იყო და ამის გამო შეიძლება იტყვით, რომ არა უნდა კი, თქვენ თავს აერჩევთ, იმიტომ რომ ნამდვილად ეხლა აი სიტუაცია თვითონ თქვენ რაღაცა სიმართლეს ისეც გაიგებთ, რომელიც თქვენ არ მოგეწონებათ და იტყვით, რომ არა, კი მაგარი ბიჭი ხარ, ძალიან სასიამოვნო და ასე შემდეგ, მაგრამ არა, მე ეხლა ჩემი თავი მიყვარს, მე ჩემ თავს ვაფასებ და მე არ დავხურდავდები ასეთ ურთიერთობაზე. და თქვენ თვითონაც მე საბოლოოდ ზურგს შეაქცევთ. აი აქ უფრო ისეთი სიტუაცია, უფრო პრინციპში ხო გითხარით, ზოგისთვის ახალია, ზოგისთვის აი თქვათ ადრინდელი რაღაცა გამოჩნდა, მაგრამ თქვენ ახლა კი მიგიზიდათ, მაგრამ აი ამან მოახდინა თქვენში დიდი ტრანსფორმაცია, იცოდეთ ვიღაცას, მიგიყვანდა შეიძლება თქვათ აი ან სულ მცირე დაროსთან, ან ზოგიერთი ბავშვი მოინდომებს მერე ისწავლოს, იმიტომ რომ რაღაც ესეთი ტიპაჟია, შეიძლება თქვენ ადრე არასოდეს არც გინახიათ არანაირი თქვათ ტაროები და რაღაც ინფორმაცია, მაგრამ ეხლა ამ სიტუაციამ თქვენ თითქოს აი გაიძულოთ რა, ან რაღაცა გახსნა თქვენში ის, რაც იყო დახურული, რასაც აი რაღაცა ცოდნა შეიძლება თქვენ გქონდათ რაღაცა ცოდნა აქ და თქვენი ინტუიცია კარნახობდა თქვენ რომ მოდი რაღაცა დავიწყო ხო რაღაცაზე, მაგრამ აი სანამ ეს ადამიანი არ გამოჩნდა, თქვენ არც ბოდიში და განძრეულ ხართ აქ თემაში და ეხლა უკვე აი ამ სიტუაციამ, ამის რაღაც სიტუაციამ თქვენ აი ის თქვენი ქვეცნობიერი აი აქ რო ვთქვათ, რომ რაღაცას რასაც კარნახობთ, თქვენ გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ კი, მე მინდა და ზოგმა არ გამიკვირდება, რომ კიდევაც ამ სიტუაციის გამო რაღაცა ცვლილებას მოახდენს თავის ცხოვრებაში და დაიწყებს სწავლას. და ეს იქნება თქვენთვის უფრო даже მნიშვნელოვანი რაღაცა, რაც შეიძლება თქვენ ცხოვრება შეცვალოს. აი ესეთი ინფორმაცია ჩემო ლამაზებო დღევანდელი.